პირველ რიგში მოგესალმებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ირაკლი ოქროვაშვილი კვლავ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, ეს არ არის პირველი შემთხვევა. და როგორც ჩანს, ხელისუფლებასაც და პოლიტიკურ პროცესსაც აქვს გარკვეული, ასე ვთქვათ, ყურადღება მიქცეული იმ პერსონებზე, რომელსაც ასე თუ ისე გავლენა აქვს საზოგადოებაში და ეს არის ალბათ მორიგი, ასე ვთქვათ, პროცედურა. მაგრამ ამ საკითხს რამდენიმე ასპექტი აქვს. პოლიტიკურიც და სამართლებრივიც და სოციალურიც. რა თქმა უნდა, პოლიტიკურია ის, რომ გაფრთხილება კეთდება, ანუ სიგნალია, ასე ვთქვათ, ყოფილი და ეხლანდელი პოლიტიკოსების, ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ, რომ ვინც არ ემორჩილება, თუნდაც არალეგიტიმურ, თუნდაც არაღიარებულ და რა უფლება მოსილ თვით შექმნილ ორგანოებს, მათ ისეთი ბედიელით, როგორც ბატონ ირაკლი ოქროვაშვილს. ანუ ყველას სამართლით გამაფრთხილებელი სიგნალი გაიგზავნა და ეს სამწუხაროა, მაგრამ რეალობაც აქციეს. ეს პირველი. მეორე, რომ თავად სამართალს და კანონს სულად დაკარგულებს სოციალური ფუნქცია, რომ ბატონმა ირაკლიმ თქვა, რომ არ აქვს 20.000 ლარი, რომელსაც შეუძლია ასე ვთქვათ ფიზიკურად გადაურჩეს დაპატიმრებას და ვინაიდან არ აქვს ადამიანს ეს თანხა, ამიტომ მას ღირაოს შეუტანლობის აღსრულებისათვის აძლევენ ისეთ პასუხისმგებლობას აკისრებენ, რომელიც საპატიო სანქციას ითვალისწინებს. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ისეთი მაღალია საჯარიმო სანქციები ღირაოს თვალსაზრისით, რომელსაც ვერ წვდება ჩვეულებრივი ადამიანი და იგი ხდება იმ ძალადობის სხერტლი უნებლით რისი გადახდას და რაზედაც წვდომა არ გააჩნია, იმ შემოსავალს არ გააჩნია. ეს არის სწორედ იმ სოციალური ფუნქციის მოშლა, რაც საერთოდ კანონსა და სამართალს უნდა ჰქონდეს და მესამე ის, რომ რამდენად უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული განკარგულების აღსრულებაზე საუბარი. იმდენად რამდენადაც სასამართლო არის ეგრეთ წოდებული აკონტროლებელი ორგანო მართლმსაჯულებაზე პროცედურების მათ შორის სისხლის სამართლის კანონის გათვალისწინების პროცედურების სასამართლო კონტროლის განხორციელება არ ნიშნავს პირდაპირ აღსრულებას პროკურატურის მოთხოვნისა. და აქ უნდა იყოს კომპლექსურად განხილული ის, რის საფუძველზე შემოდის პროკურატურა ასეთი მოთხოვნა, ანუ დაპატიმრების მოთხოვნა. თუ მაგალითად განვიხილავთ სრულფასოვნების, ასე ვთქვათ, კრიტერიუმით, თავად კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, როდესაც პარლამენტში არ არის 2/3-იანი შემადგენლობა, ეს პარლამენტი ითვლება არასრულფასოვან პარლამენტად. ეს ნიშნავს, რომ არაქმედუნარიანობის ხარისხი აქვს, უბრალოდ ქმედუნარიანობის ხარისხი აქვს დაბალი და მისი ყველა გადაწყვეტილება არ შეიძლება შეფასდეს როგორც სწორუპოვარი კანონიერი და ლეგიტიმური გადაწყვეტილება. იგივე წეღან კომენტარში ჩვენ მოვისმინეთ, საგამოძიებო კომისია არის კონსტიტუციური ინსტიტუტი მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის ხელში. ეს არ არის უმრავლესობის ინსტრუმენტი და ამიტომაცაა შიგნით ჩანაწერი, რომ ამ კომისიის შემადგენლობაში უმრავლესობა უნდა იყოს ოპოზიციური პარლამენტის წევრებიდან და პრაქტიკულად როდესაც ეს მოთხოვნა არ არის შესრულებული, ამიტომ ეს ორგანო, ანუ კომისია არ არის უფლებამოსილი პირი, რომელმაც უნდა გასცეს პროკურატურა და განკარგულება, რომ კანონის მოთხოვნა დაიღო და მან დააპატიმროს ან შესაბამისი რეაგირება გააკეთოს. ანუ ბატონ ვალერი, ეს ხსნის იმ გადაწყვეტილებას, რომელზეც ლაპარაკობდა ხო ოქროვაშვილი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ის არაპირებდა მისულიყო კომისიაზე ახსნა განმარტებით კონკრეტულად. ეს მისი პოზიცია, იცით რა? ნებაყოფლობითობა არის მთავარი პრინციპი დემოკრატიაში, ხო? მე თუ მაიძულებ აღიარებას, ნებაყოფლობითობის ელემენტი ირიცხებს. როდესაც პოლიტიკოსი ამბობს, რომ პოლიტიკურად არ გაღიარებ, იმიტომ რომ არჩევნების შედეგები საერთოდ გახადე, ნუ მოიპარე ამ შემთხვევაში და არ აღიარების პოზიცია არის პოლიტიკური პოზიცია, აქ ჩემზე ზეწოლა რომ გაღიარებელი ჩემს მოვიდე. ნიშნავს, რომ ნებაყოფლობით არ ვაკეთებ ამას.
ამიტომ ბატონმა უკრაშვილა სხვებმაც სწორედ ეს განაცხადეს, რომ თუ ჩემს თავისუფლებას არ ადგება ზიანი, ნებაყოფლობით მე ამას არ გავაკეთებ. და ვაცხადებ პროტესტს, რომ ასეთი არალეგიტიმური ორგანო ჩემთვის არ იქნება აღიარებული ჩემი მისვლით. ეს არის ჩვეულებრივი ნორმა დემოკრატიულ პირობებში. საერთოდ სამართალი და კანონი არასდროს არ არის გაგებული როგორც ხისტი ძალადობრივი საშუალება. პირიქით, მოქნილი და ელასტიურია ყოველთვის სამართალი, როცა ის იმ გარემოებებს იაზრებს და ითვალისწინებს, ვისთვისაც არის შექმნილი. ბატონ ვალერი, თქვენ ახსენეთ სიგნალი პოლიტიკური ლიდერებისთვის გაგზავნილი, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ 7 მათგანი არის ასევე ამ გირაოს ქვეშ კონკრეტულად და ანუ გამოდის, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ქმნის გარკვეულწილად პრეცედენტს, რომ იგივე შეიძლება მოხდეს სხვების შემთხვევაშიც. ხო, ეს არაერთი ადამიანის დაკავებას ითვალისწინებს ასეთ შემთხვევაში და ცხადი არაფერი არ უნდა გამოირიცხოს, ანუ გამოდის, რომ ასევე ეს არის მოკლე გზა კონკრეტულ პერიოდში ხელისუფლების ოპონენტების იზოლირებისთვის ასე მოჩანს შექმნილი მექანიზმი? მარტო მე არა ეს მე მგონი ჩემი სუბიექტური აზრი მარტო ეს არ უნდა იყოს, იმიტომ რომ როდესაც ასეთი სიგნალი, ანუ გამაფრთხილებელი პრეცედენტი იქმნება, ვისთვის იქმნება? იმათთვის, ვინც დგას ანალოგიური მოვლენის წინაშე, ხო? მაგრამ ეს ორმხრივი აი სოსის ნიშნებს შეიცავს, ორმხრივი საფრთხის ნიშნებს შეიცავს, არა მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ოპოზიციური პარტიების მობილიზაციისათვის. ანუ თუ ასეთ შემთხვევაში გარდაუვალია მათ დაპატიმრება, მაშინ ნუ ელოდებიან დაპატიმრება. ეს არის მათი არჩევანი, მაგრამ სხვა გზა მათ არ აქვს. და ზოგად სურათზე რისი თქმა შეგიძლიათ ბატონ ვალერი, აი ამგვარი პრეცედენტის შექმნით, ახლა უფრო დიდ სურათში რო შევხედოთ, ხო, ჩვენ ვიცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სისტემის ტყვეების სასამართლო პროცესები და დღესაც არაერთხელ გავუსვით ხაზი და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ყველა დაზარალებული პოლიციელი, რომელიც მიდის, ანუ ჯერ არ გვინახავს პოლიციელი, რომელიც კონკრეტულ პირს ადებს ხელს, ხო? აი ამას რა ფასი აქვს ამ პროცესში, როგორ ფიქრობთ, თქვენ სამართლიანი სასამართლოს პრინციპზე ლაპარაკობდით, ამ მიმართულებით ცხადია არის კითხვის ნიშნები პოლიტიკური საქმეებისგან გამომდინარე, თუმცა აი რისი თქმა შეგიძლიათ, ანუ რეალურად აი რაზე დგას ახლა ბრალდება? მაშინ, როდესაც ისინი არავის ადებენ ხელს და უბრალოდ ამბობენ, რომ აი დაშავდნენ, მაგრამ არ იციან ვისგან მოდიოდა ეს ყველაფერი, ხო? როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ ეს სურათი? ეს შეფასებულია სამართლებრივად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ორი დამოუკიდებელი ცალ-ცალკე მიღებული გადაწყვეტილება. ერთი ამბობს, რომ თუ პირდაპირ ვინც არის ინფორმაციის მიმწოდებელი, ამ შემთხვევაში მოწმე პოლიციელი, პირდაპირ არ მიუთითებს კონკრეტულად იმ ქმედებაზე, რომელიც მის წინააღმდეგ განხორციელდა, ასეთ შემთხვევაში ეს ითვლება ირიბ ჩვენებას. რაც შეეხება ირიბი ჩვენებების მტკიცებულებად მიღებას და გაზიარებას, ამაზე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკე გადაწყვეტილება, რომელიც ამბობს, რომ ასეთი მტკიცებულება არის დაუშვებელი ბრალდებისათვის. ანუ თუ დავაკვირდებით ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა, მათ შორის სასამართლოსათვის გამოძიებისათვის, რომ სასამართლოები არ აღასრულებენ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას და ეს ნიშნავს, რომ იგივე ბედი უნდა ელოდეს იმ მოსამართლეს, რომელიც დღეს ირაკლი უკრაშვილის მიმართ განხორციელდა, ხო, მანაც არ აღასრულა კანონის მოთხოვნა, ხომ ასეა? ამიტომ, როდესაც ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე, თუ პოლიტიკურ პროცესს ეხება, იქ პოლიციელის ირიბი ჩვენება ითვლება მტკიცებულებად და თუ ჩვეულებრივ დაუინტერესებელ პროცესს ეხება, მაშინ იქ პოლიციის ჩვენება დაუშვებელია ირიბი ესე ვთქვათ გარემოებების გამო. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ფორმალურად და არ შეიძლება შეფასდეს როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი სამართალდამოება. და მეორე, არსებობს კიდევ სხვა გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც წერია, რომ პოლიციელის ჩვენება არ არის სანდო ჩვენება, თუ ის განმტკიცებული არ არის ნეიტრალური მოწმეების ან სხვა ნივთიერი მტკიცებულებების მეშვეობით. ეს გამოდის, რომ იქაც დადგენილი სტანდარტია საკონსტიტუციო სასამართლო ავალებს ყველა საგამოძიებო და სასამართლო ორგანოს, რომ პოლიციელის მხოლოდ პოლიციელის ჩვენება არ შეიძლება იქნას გაზიარებული როგორც მტკიცებულება
და ასეთი ჩვენება სულ სხვა მტკიცებულებებით არ არის გამყარებული, მაშინ ეს ჩვენება ვერ დაედება საფუძვლად განუყენებელი განაჩენის გამოტანა. რა მივიღეთ ორივე შემთხვევაში მივიღეთ საკონსულტაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებელ, ანუ უარი შესრულებაზე და სამაგიეროდ პირიქით, როდესაც აკრძალულია, რომ არ იქნას დაშვებული მტკიცებულება ირიბი ჩვენება, ამ შემთხვევაში სასამართლოები პირდაპირ მტკიცებულებად იყენებენ ირიბ მტკიცებულებებს, რომელიც დაშვება განაჩენის საფუძვლად არის აკრძალული და დაუშვებელი. ეს ანარქიული მდგომარეობა გვაქვს დღეს სამართალდამცავებში, რაც სამწუხაროდ დიდი პოლიტიკური პრობლემაა გარდა იმისა, რომ სასამართლო პრობლემას წარმოადგენს. ანუ ეს მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით მარტივია პროგნოზიც, ხომ? თუ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით სამართალდამცავება, იქ სიმართლეს ობიექტურობას და მიუკერძოებლობას არ უნდა ველოდოთ, ამის იმედი არ უნდა ხდეთ. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონ ვალერი, დაგემშვიდობებით იურისტი ვალერი გელბახიანი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ დღის